მშვიდობისა პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა ახალ ამბებს ოფოც ერთვაძე გაგაცნობთ. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მამუკა მამაიაშვილი წინა ხელისუფლების პირობებში თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ არამიზნობრივ შესყიდვებზე საუბრობს. აღნიშნული სამსახურის უფროსმა შესაბამისი დოკუმენტაცია საკრებულოს ხდომაზე საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს მამუკა მიქაუტაძეს საქმის ვითარებაში გასარკვევად პირადად გადასცა. თემის შესახებ ეკა კუდარავას სიუჟეტიდან შეიტყობთ. 2011-2012 წლებში გადაუდებელი აუცილებლობით განსაზღვრული გამარტივებული შესყიდვების დოკუმენტაციას საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო სამსახური შეისწავლის. საკრებულოს ხდომაზე ჩემს მიერ იქნა გადაცემული დოკუმენტაცია გადაუდებელი აუცილებლად გამოწვეული შესყიდვების შესახებ. იყო რამოდენიმე ხელშეკრულება, მათ შორის ერთ-ერთი არის 2 მილიონ ლარზე გაფორმებული. რაც შეეხება გადაუდებელი აუცილებლობას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ნომერი მეცხრე ბრძანების 2011 წლის 7 აპრილის ბრძანების მიხედვით, ბრძანების შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შესყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამ შემთხვევაში შესყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი კახა გურგენიძე. მართალია ზოგან ფიგურებს თავრობის განკარგულებაც, მაგრამ ინიციატივა ყოველთვის და მოთხოვნა მიდიოდა ადგილობრივი თვითმმართველობიდან და ამის შემდგომ გამოსცემდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს თავრობა შესაბამის ბრძანებას. შესყიდვების დიდი ნაწილი გაკეთებულია გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში, ეს იყო აგვისტო-სექტემბრის თვეებში. საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მამუკა მიქაუტაძე კი კომისიისთვის გადაცემული დოკუმენტაციის მიხედვით კონკრეტული ადამიანების მიმართ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამ საბუთების მიხედვით ირკვევა, რომ 2011-12 წლებში ქალაქის ბიუჯეტიდან შეძენილი იქნა 173,000 ადღირებული Range Rover-ი ავტომობილი, რომელიც დღეს ქალაქის საკუთრებაში არ არის. 2 მილიონი დაიხარჯა მე-12 მიკრორაიონში არსებულ საცურაო აუზზე, რომელიც ასევე არ არის ქალაქის საკუთრება. ჩვენი კომისია შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ჩვენი კომისია შეისწავლის ამას, წარუდგენთ ჩვენ საკრებულოს და მე საკრებულო ალბათ გადაწყვიტავს თუ მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგება კონკრეტულ საკითხებზე. საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე არ გამორიცხავს, რომ ზემოთ აღნიშნული ბრალდებების გარდა თვითმმართველობაში მომუშავე აუდიტის სამსახურმა უახლოეს მომავალში კიდევ სხვა დარღვევები აღმოაჩინოს. არაერთ გზის კანონგადაცნობაზეა საუბარი. ჩვენ ნელ-ნელა ვსწავლობთ ამ თემებს. აქ შექმნილია ასევე აუდიტის სამსახური, პარალელ რეჟიმში ისიც სწავლობს ამას. სამართლებრივი შეფასებას, როგორც წესი, აუდიტის სამსახური დააყენებს შესაბამის სტრუქტურებთან, მაგრამ კომისიური წესით ჩვენ ამ მოკლეულ მოძიებულ მასალებს, რომელსაც გვაწვდიან სხვადასხვა სამსახურის ქვედანაყოფები, ამას კომისიური წესით შევისწავლით. საკითხთან დაკავშირებით რესპონდენტების მიერ იმჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარის გვარის გაჟღერების შემდეგ ქრონიკა კახა გურგენიძის პოზიციითაც დაინტერესდა. თუმცა მან კომენტარის გაკეთება ამ თემაზე არ ისურვა. საკრებულოს ხდომაზე ხმაური მოყვა მუნიციპალური გაერთიანებისა და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის პროგრამის დამტკიცებას. საკითხის მომხსენებელს მარიკა ფიროსმანაშვილს კითხვებით ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ კახა გურგენიძემ მიმართა, რაც მომხსენებელსა და გურგენიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თქვენი სიტყვები კარგად გაიხსენეთ. გადახსენოთ, ან თქვენ უნდა წახვიდეთ, ან მე უნდა წავიდეო, რომ მეუბნეოდით და თქვენი სახით გავიხსენო, რას ამბობთ? არ გინდათ ახლა ეგ რაღაცა. ნამდვილად თქვენი კაბინეტი იყო. თქვენი ხართ ის ადამიანი, რომელმაც მე მითხარით, რომ თქვენ უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ კირკიტაძეს არ უყვარხარ. ადამიანი, რომელიც ძალადობაზე საუბრობს და ვინმეს დავაძალეთ ჩვენ რამე სამსახურში, სამსახურის ძალით დათმობა სხვა სამსახურში შესვლა, ცოტა უხერხულია ამ განცხადებას კახა გურგენიძე რომ აკეთებს. სულ უბრალო მიზეზის გამო, რომ მან 2011 წელს თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა, რომ უნდა დამეტოვებინა სამსახური მხოლოდ იმიტომ, რომ კირკიტაძეს არ მოუწონდი. ის თხოვდა, თუ მე არ წავიდოდი სამსახური და მას მოუწევდა პირადად პრეზიდენტთან პასუხისმგებლობა და გუშინ ეგ შევახსენე ძალადობასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თბოელექტროსადგურის მშენებლობა გარდაბანში აქტიურად მიმდინარეობს. სადგურის საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ელექტროენერგიით მოხმარებას უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს. პროექტის მშენებლობას დღეს ვიცე-პრემიერ-მინისტრი კახი კალაძე გაეცნო. გარდაბნის 230 მეგავატიანი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის ადგილზე ლითონ კონსტრუქციებისგან სხვადასხვა დამხმარე შენობების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს დღეს ვიცე-პრემიერ-მინისტრი კახი კალაძე გაეცნო. მიმდინარეობს ახალი თბოსადგურის მშენებლობა, რომელიც იქნება 230 მეგავატის სიმძლავრით. ეს ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ ამის მშენებლობა. ენერგეტიკის ჩვენი სისტემის მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება და თქვენ როგორც ხედავთ, სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. თბოელექტროსადგურის მშენებლობა საპარტნიორო ფონდი საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასთან ერთად ახორციელებს. სადგურის პოტენციური გამომუშავება 1,8 მილიონი კილოვატ-საათი იქნება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში უმოკლეს ვადებში სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს. პრაქტიკულად სამუშაოების თითქმის 57% ჩვენ დასრულებული გვაქვს აქ. დახარჯული არის 160 მილიონ დოლარზე მეტი და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თბოელექტროსადგური, რომელიც არის უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და თქვენ ხედავთ აქ რომ არის General Electric-ის ტურბინები დამონტაჟებული, პრაქტიკულად სრულდება ყველა ძირითადი ფუნდამენტური კაპიტალური მშენებლობები აქ. იქნება უნიშნელოვანესი ელემენტი საქართველოს ელექტროსისტემის დამოუკიდებლობის გზაზე. გარდაბნის რაიონში თბოელექტროსადგურის მშენებლობა უკვე 9 თვეა მიმდინარეობს. ადგილზე თურქი მუშახელის გარდა 100 ადგილობრივია დასაქმებული. ესეთი მნიშვნელოვანი პროექტი ბოლო 30 წელიწადი არ გაკეთებულა გარდაბნის რაიონში არა, ალბათ საქართველოში. 230 მეგავატი ელექტროენერგია იქნება გარდაბნის გამომუშავების საშუალება იქნება. ასე რომ 100 ადამიანი დასაქმებულია, გარდაბნილი ადგილობრივი და ის კიდევ გაიზრდება დასაქმების რაოდენობა იმ ხალხის, რომლებიც აქ იმუშავებენ. გარდაბნის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაცია, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 220 მილიონი ამერიკული დოლარია, 2015 წელს მოხდება. კახი კალაძემ გარდაბანში ყოფნისას კომენტარი გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი თქმით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით 2017 წლისთვის დასრულდება. რაც შეეხება გაზიფიცირების პროცესს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ 2017 წლის ბოლოსთვის გეგმავთ საერთოდ დავასრულოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირების სამუშაოები. შეიძლება გარკვეულ რაიონებში, სოფლებში 2014-2015-ში ვერ მოხერხდა სამუშაოების ჩატარება, ყველგან ერთობლივად წარმოუდგენელია ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება, მაგრამ ეტაპობრივად თუ 2014-ში ვერ გაკეთდა, 2015-ში გაკეთდება, თუ 15-ში ვერა 16-ში და 2017-ში მთელი საქართველოს მასშტაბით ეს სამუშაოები იქნება დასრულებული. რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ეგრეთ წოდებული თეთრი მიკროავტობუსის მძღოლებს მუშაობა 2016 წლის 1 დეკემბრამდე შეეძლებათ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კენჭი 30 სექტემბერს საკრებულოს ხტომაზე უყარეს, რომელსაც მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა. აღნიშნულ ცვლილებას მხარი არ დაუჭირას ხტომაზე მყოფმა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. 2016 წლის 1 დეკემბრამდე ეგრეთ წოდებული თეთრი სამარშრუტო მიკროავტობუსები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. აღნიშნული ინიციატივის შესახებ გუშინ საკრებულოს ხტომაზე გახდა ცნობილი. როგორც უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, გადაწყვეტილება მძღოლების თხოვნის საფუძველზე მიიღეს. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მძღოლებთან და შესაბამის კომპანიას შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა. თქვენ ძალიან კარგად იცით იმ პერიოდისეული რეალობა, იყო გაფიცვები, მაგრამ ჩვენ მათ შევპირდით და უთხარით ჩვენი არჩევნის შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება აუცილებლად მიღებული იქნებოდა კომპანიასა და ამ მძღოლებს შორის და საკრებულომ ერთხელაც ამბავთ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რითიც კმაყოფილია როგორც კომპანია, ისე კმაყოფილია ის მძღოლები, რომლებიც მაშინ რაღაც თავიანთ განსხვავებულ აზრს გამოხატავდნენ. რაც კონკურს კომისია მუშაობა, ხო? იმუშავა იმით რომ მძღოლები შეემსრულებინას აი მდგომარეობა და დღეს ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკრებულომ, ეს მძღოლები და მართლაც ბატონო დავით, გეთანხმებით რა, ყველა ხვალახმოვა, ყველა მადლობას მოგახსენებთ. იმან, ვინც ხარ დაუჭერთ ამ გადაწყვეტილებას. არაგივე თქვენ. უკვე იყვნენ. ბატონო, იღებთ ამ გადაწყვეტილებას, გოვიდნენ გითხრათ მადლობა. არ ბერია საკრებულოს ხტომაზე აღნიშნული საკითხის განხილვას ხმაური მოყვა. როგორც გაირკვა, განსხვავებული პოზიციები აქვთ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებს.
მე ისევ ვამბობ, რომ ჩვენ თვითონ თემას როგორც მოხდა, იმ თემას არ დაუჭირებთ ხარი და ამიტომ არც დაუჭირებთ ხარ და არ ვიღებთ მონაწილეობას ამ თემაში. ჩვენ მე ვთვლი მაგალითად ჩემი პირადი სუბიექტური მოსაზრებაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ეს მარშრუტკების თემა, უნდა მოძრაობდეს ალბათ ავტობუსები, უნდა მოძრაობდეს უკეთესი ტრანსპორტი ქალაქ რუსთავსა და თბილისის შორის. 150-მდე მძღოლებს მიეცა საშუალება, რომ 26 თვე თავისი ავტომანქანებით იყვნენ მარშრუტებზე და შემდეგ კომპანიასთან შეთანხმებით ან შეცვალონ, ან გააიხანგძლონ მუშაობა ამ მარშრუტებზე. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის არ დაჭერა მხარის, ეს ისევ პოლიტიკურში როგორც ჩვევიათ, უნდათ რომ რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ, არ უნდა მიეცეს საშუალება ნაციონალურ მოძრაობას მძღოლებზე მოახდინოს სპეკულირება, გახსოვდო ვინ მართავდა ამ აქციებს თვეების განმავლობაში, დღეს ეს ხალხი მიხვდა ამას, რომ ეს ნაციონალური მოძრაობა ურევდა ამ სიტუაციაში და დღეს უკვე გადაწყვეტილება მიიღო სასახად საკრებულომ. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები საკრებულოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, გაითვალისწინეს მძღოლების აზრი და ნამდვილად კარგია, მივესალმებით. საკრებულოს გადაწყვეტილებას მივესალმებით. დადებითი შეფასება არის, რომ დავრჩითა და მუშაობთ. დანარჩენი მუშაობის დროს გამოჩნდება. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული სამარშრუტო ტაქსების შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შეთანხმება 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება. ბოლო პერიოდში უამინდობის დროს ქალაქში დენის გათიშვა გახშირდა. ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია ამ ფაქტს მოძველებულ ტრანსფორმატორებს და ელექტროსადგურებს უკავშირებს. მოსახლეობა კი ენერგო პრო ჯორჯიასგან პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვს. კიდევ რამდენი ხანი მოუწევთ რუსთავის გარკვეული უბნის მოსახლეობას უშუქოდ დარჩენა და როდის გეგმავს კომპანია მაღალი ძაბვის ქსელის რეაბილიტაციას, რომელიც უამინდობის დროს დენის გათიშვას იწვევს, ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ბოლო რამდენიმე თვეა რუსთავის გარკვეულ უბნებში ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტები გახშირდა. პრობლემა ძირითადად უამინდობის დროს იქნება, თუმცა მოსახლეობის თქმით, ბოლო პერიოდში მოულოდნელად დენის გათიშვის ფაქტები კარგამინჩის საკმაოდ გახშირდა. რუსთაველები ენერგო პრო ჯორჯიას უყურადღებობაშიც ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში გათიშვის შესახებ წინასწარ არ არის ინფორმირებული. ძალიან ხშირად გვეთიშება დენი. აი გარშემო ყველგან არის, მე 17 მიკრორაიონში ვცხოვრობ 30 ნომერში და ძალიან ხშირად გვაქვს გამორთული დენი. 5 ბინას. აი შესაძლოა გეუბნებიან რა არის გამორთვის მიზეზი. არ ვიცით ახლა არ ყოფილვართ რომ გავარკვიოთ რა ხდება. მაგრამ ვცხოვრობ რკინიგზის სადგურზე და ძალიან მასიური სახე მიიღო დენის გათიშვა და ძალიან უკმაყოფილო ვარ ეხლანდელი მდგომარეობის. წინასწარ არ გაქვთ ხოლმე ინფორმაცია ვთქვათ. არანაირი. არა, წვიმა იქნება თუ რამე იქნება, ელექტროობა ითიშება ეგრევე. ძირითადად უამინდობის გამო. უამინდობაც კი. კაი ამინდებშიც გათიშულა, მაგრამ უფრო მეტი სახე აქვს ეს უამინდობის დროს. მოუხშირეს შუქის გათიშვა სამბოლო დროს თელს ქალაქში. არის ისეთი შემთხვევა, რომ ერთ ქუჩაზე არის და მეორეზე არ არის, ეს უკვე ავარიული დაზიანება. გახშირდა. ძალიან თან. შეიძლება ჩემუბანში არა, მაგრამ სხვები ჩემი ახლობლები მეუბნებიან, რომ ხშირად არა გვაქვს შუქები ძირითადად მეგობრობაზე. დენის გათიშვის გამო პრეტენზიებს გამოთქვავენ ჭონდიდელის დასახლებაშიც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ყველაზე ხშირად გამორთვები მათ დასახლებაშია. მათი თქმით, პრობლემა მოძველებულ ქვესადგურს უკავშირდება. მცირედი წვიმაც კი საკმარისია. ჩადის და უკვე ითიშება შუქი. ან თამაშობს და გვეშინიან მაცივარი გაგვიფუშეს ან ტელევიზორი ან რაღაცა, თავთ ხოლმე ყველაფერს სახში. ელექტროობა შეექმნა ჩემთან ძალიან დიდი პრობლემა, სუდამცველები იწვება და ხან ვის ვთხოვთ, რომ მოგვაქცენ ყურადღება, კაციშვილი არ არის ჩვენი პატრონი. რუსთაველებმა კომპანიასთან კომუნიკაციაში დახმარება ქრონიკის საინფორმაციო სამსახურს თხოვეს. ენერგო პრო ჯორჯიაში უამინდობის დროს ელექტროენერგიის გახშირებულ გამორთვებს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ პრობლემის დროული მოგვარება ხდება. არ გამოვრიცხავ რომ იყოს უამინდობის გამო დაზიანებები, გათიშვები, ამ დროს რომ პირველ მთავარი ის არის რომ რეაგირება საკმაოდ დროულია ჩვენი მხრიდან, კომპანიის მხრიდან, თუმცა არც ის არის აქ გამორიცხული რომ შესაძლოა შესაძლოა იყოს ესა თუ ტრანსფორმატორი. როგორც ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენლები განმარტავენ, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები ქალაქში მაღალი ძაბვის ქსელების რეაბილიტაციის შემდეგ მოგვარდება, რომელიც 2015 წლისთვის იგეგმება.
100 კილოვატიან გადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდება 2 და 3 ოქტომბერს მარჯვენა სანაპიროს მთლიანად. 14-დან 16 საათამდე მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ მისამართებს: ფიროსმანის დუმბაძის ნაწილს, გოგებაშვილის წერეთლის ნაწილს, წმინდა ნინოს ნაწილს, ასევე 1 მაისის ქუჩას, სპორტის ქუჩის ნაწილს, სამხარეო პოლიციას, პროკურატურას, დაცვის პოლიციას, საპატრულო პოლიციას, სამშობიარო სახლს, ქალაქის საავადმყოფოსა და ბავშვთა საავადმყოფოს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ხელისუფლებაში ყოფნის 2 წელს აფასებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას მიმართა და იმ წარმატებებზე ისაუბრა, რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ახალმა მთავრობამ მიაღწია. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დღეს 2 წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც ჩვენმა ხალხმა უარი უთხრა ძალადობას, უსამართლობას და არჩევანი დემოკრატიული ძალების, ეროვნული ძალების და დემოკრატიული ღირებულებების ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა. მე მინდა მივმართო ჩვენს ხალხს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა იმ თანადგომისა და უდიდესი ნდობისთვის, რომელიც მათ 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენს პოლიტიკურ ძალას კოალიცია ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებას გამოუცხადა. ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელეთ და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. მე დღეს ამაყივარ იმით, რომ ჩვენი ქვეყნის თითეული მოქალაქე არის დაზღვეული და დაცული. სოფლის მეურნეობის მიმართულებით უპრეცედენტო ღონისძიებები იქნა გატარებული და რეფორმები იქნა გატარებული. ამდენი მიწა, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში იქნა დამუშავებული, არასდროს საქართველოში არ ყოფილა დამუშავებული. ენერგეტიკის მიმართულებით, ჩემი დარგის მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ. 21%-ით იქნა შემცირებული ელექტროენერგიაზე ტარიფი და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ 110 მილიონი ლარი დაზოგა და ეს თანხა დარჩა ადგილობრივ მოსახლეობაში. ეს ყველაფერი არის ძალიან ცოტა, ეს ძალიან კარგად გვესმის ჩვენ, ძალიან კარგად გვესმის ისიც, რომ უამრავი პრობლემა აქვს ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია, მოგვარდება, თავარია ქვეყანაში იყოს შვიდობა და ჩვენ თავრობა, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, ეკონომიკურად გაძლიერდეს. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში მერსედესის ფირმის მსუბუქი ტიპის ავტომობილი პრადოს ჯიპს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის შედეგად ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი დაზარალდნენ. დაშავებულები ქალაქის მთავარ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის პაპუნა ბახტაძის განცხადებით, მათ სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. მოხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. აი, კაცხოვრო ფაშჯერ გადმოეხედი ამოტრიალებული იყო და არ ვიცი ვინ დაარტყა, რა დაარტყა. არ მინახია გედით. ან რას ამბობენ აქ? არ ვიცი რა მაგანამ დაარტყა და გაიქცა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა 3 პაციენტი, ესე იგი ერთი ორსული ქალბატონი, მისი მეუღლე და პატარა ბავშვი. მეუღლეს და ბავშვს საბედნიეროდ არანაირი დაზიანების ნიშნები არ აქვს და ასაჭიროებენ საერთოდ არანაირ დახმარებას. ორსულ ქალბატონს სჭირდება დაკვირვება, ჯერჯერობით ესეთი სახიფათო სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები ან რაიმე სხვა დაზიანება ჯერჯერობით არ აღინიშნება. 50 მმ-იანი დიამეტრის მილსადენის დაზიანების გამო კომპანია რუსთავის წყალის ტექნიკურ ჯგუფს მოუხდა მაგისტრალური მილსადენის გადაკეტვა, რის გამოც რამდენიმე საათი მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. ავარიის ადგილზე ლოკალიზებული იქნა კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, რომელმაც აღმოფხვრა დაზიანების კერა. ის შემდეგაც ამ წუთებისთვის მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობას სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. მოხდა წყალსადენის მილზე დაზიანება. მობილიზებული იყო ტექნიკა, დავიწყეთ ამ ავარიის აღდგენა. აღმოჩნდა, რომ ეს ხაზი მიერთებული იყო მაგისტრალურ მილსადენზე და რამაც გამოიწვია ქალაქის მარჯვენა სანაპიროს რამდენიმე საათით გათიშვა. დაზიანების აღმოფხვრისთანავე ჩაერთვება წყალი ქალაქში. თავისუფალი ზონის და თავისუფალი თაობის წარმომადგენლებს შორის უხელ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თავისუფალი თაობის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი თავისუფალი ზონის ოფისთან გაზეთ ასავალ დასავალის ჟურნალისტის ზაზა დავითაიას ცემის გამო შეიკრიბნენ, რა დროსაც მათ თავისუფალი ზონის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თავისუფალი ზონის წევრები კი ამბობენ, რომ თავისუფალი თაობის 50-მდე წარმომადგენელი ოფისში შეიჭრა და დაპირისპირება სწორედ ამას მოყვა. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე თავისუფალი ზონის წევრები დააკავეს. პირდაპირ ეთერს კულტურის სიახლეებით ვაგრძელებთ. ბავარიული მუსიკა რუსთავში გერმანელი ახალგაზრდა მუსიკოსები კონცერტს 3 ოქტომბერს გამართავენ. ღონისძიება ქალაქის მთავარ მოედანზე 13 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება. ქალაქში კონცერტი გერმანიის საელჩოს ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით ტარდება. გერმანიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში იმყოფება ბავარიელ ვაჟთა სასულე სეპტეტი, ანუ 7-კაციანი ჯგუფი და 3 ოქტომბერს არის ქალაქ რუსთავის დღე. ისინი მერიის წინ პირველ საათზე ჩაატარებენ უფასო კონცერტს და ველოდებით რუსთავის ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს, რომ მიიღოთ სიამოვნება და ვეზიაროთ გერმანულ კულტურას. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება. სეზონს გოჩა კაბანეძის სპექტაკლი დოდოს მოლოდინში გახსნის. პრემიერა 4 ოქტომბერს 16 საათზე შედგება. თეატრის მოყვარულები სპექტაკლზე დასასწრებ ყოველ მეექვსე ბილეთს საჩუქრად მიიღებენ. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი 4 ოქტომბერს რუსთაველ მაყურებელს თავაზობს ღია ჩვენებას სპექტაკლის დოდოს მოლოდინში, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. ამავე სპექტაკლის პრემიერა და სეზონის გახსნა თეატრის ოფიციალურად და საზეიმოდ იგეგმება 7 ოქტომბერს 7 საათზე. ახლა კი სპორტის სიახლეებს გავეცნოთ. რუსთაველი მოფარიკავე მარიამ ცუხიშვილის მონაწილეობას ევროპის თასზე, რომელიც სლოვაკეთში გაიმართება რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანება დააფინანსებს. საკითხი საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომაზე გადაწყდა და გაერთიანებას დაფინანსებისთვის საჭირო თანხები დაემატა. აღსანიშნავია, რომ დაფინანსებას ასევე მოჭადრაკე გიორგი ბიბილაშვილიც მიიღებს, რომელიც საბერძნეთში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. სასპორტო სკოლების გაერთიანებამ დღევანდელ სხდომაზე შესაბამისი პროგრამის ცვლილებით დაიმატა თანხები ჩვენი წარმატებული მოფარიკავის მარიამ ცუხიშვილისთვის სლოვაკეთში გასამგზავრებლად, რათა მან მიიღოს მონაწილეობა ევროპის თასის გათამაშებაზე. ასევე მუნიციპალიტეტის კეთილინებით გამოიძებნა სახსრები, რათა ჩვენი დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში გიორგი ბიბილაშვილი მივლინებული იქნეს საბერძნეთში მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორთა შორის. 2014-2015 წლების სეზონი ხელბურთში 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების ჩემპიონატით დაიწყო. პირველობა 2 წრედ ტარდება და მასში მონაწილეობას 10 გუნდი იღებს. ტურნირი აღმოსავლეთის, დასავლეთისა და თბილისის ჩემპიონებს გამოავლეს. შეჯიბრში რუსთავის გუნდიც ჩაერთო. რუსთაველი ჩოგბურთელები საუკეთესო შედეგის ჩვენებას გეგმავენ. დაიწყო მოსავლთა რესპუბლიკური პირველობა ხელბურთში. პირველი ეტაპი სადაც მონაწილეობას იღებს 20 გუნდი. ამ 20 გუნდიდან მეორე ეტაპზე, რომელიც ნოემბერში ჩატარდება, კიდევ 20 გუნდი იქნება. და ახალი წლების შემდეგ დარჩება 10 გუნდი. ამ 10 გუნდში უკვე გაირკვევა ფინალი, იქნება და გაირკვევა საპრიზო ადგილები. პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ. პირდაპირ ეთერში უცხოეთის სიახლეებით ბრუნდებით. გამოგონება სელფის მოყვარულებს მომავლის ტექნოლოგიების კონკურსში მოწყობილობამ გაიმარჯვა, რომლის საშუალებითაც ეგრეთ წოდებული სელფის გადაღება ნებისმიერ ფირმებში არის შესაძლებელი. ის მოქნილი კორპუსის მქონე მოწყობილობა, რომელიც სამაჯურის მსგავსად მაჯაზე მაგრდება. როდესაც მომხმარებელს ეფექტური კადრის გადაღება სურს, იგი მარტივი მოძრაობით ერთ-ერთ ნაწილს საფრენად უშვებს, დანარჩენი დამოუკიდებლად განსაზღვრავს ადამიანის მდებარეობას და მას ფოტოს უღებს. დედამიწაზე ცხოველების რაოდენობა განახევრდა ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ გავრცელებული. ახალი ანგარიშის თანახმად, ნახევარ საუკუნეზე ნაკლებ დროში მსოფლიოში ველურ ცხოველთა რაოდენობა 50%-ზე მეტით შემცირდა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1970 წლიდან 2010 წლამდე ბიომრავალფეროვნების მკვეთრი შემცირების მიზეზი ადამიანის მხრიდან ბუნების მზარდი ექსპლუატაციაა. მომავლის ტრანსპორტის ახალი სახეობა, რომელიც მიწაზე კი არა ცაში იმოძრავებს. მომავალში იგეგმება შეიქმნა სატესტო ვერსია, ამის შემდეგ კი მფრინავი ტრანსპორტის გზის მშენებლობა დაიწყება.
კომპანია Adidas-ი ჭკვიანი ბურთის შექმნას გეგმავს. ეს სპორტული ნივთი აღჭურვილი იქნება ინტეგრირებული სენსორით, რომელიც გაზომავს დარტყმის ძალას. ბურთი ზუსტ ტრაექტორიას აერში, მის ბრუნვის სიხშირეს და რა თქმა უნდა, ფრენის სიჩქარეს. გამოშვების ბოლოს ტრადიციულად ამინდის პროგნოზს გავეცნოთ. წალკა დღისით +17 გრადუსი ღამით, 7 გრადუსი თეთრწყაროში, +18 იქნება დღისით, +8 გრადუსი ღამით, მანიში +17 დღე, +3 კი ღამით, ბოლნისში კი 21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით 9. მარნეულში +21 დღისით, ღამით +12 გრადუსი, თბილისში +21 დღე, ღამით +12. გარდაბაში +22 გრადუსამდე გათბება დღე, ღამით 11 გრადუსი იქნება, რუსთავში კი 22 დღისით, ღამით 11. ქრონიკა დასრულებულია, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.